საქართველოში 3 დღით იყვნენ ჩამოსულები უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ისინი სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, აი ეხლა უკვე კიევში არიან. მათმა საქართველოს აეროპორტში შევხვდი, ვესაუბრე დაუსვი რამდენიმე კითხვა და რასაკურველია კითხვა ქართველი ჯარისკაცების შესახებ. მე მინდა შემოგთავაზოთ ეს მცირე ინტერვიუ მათთან. Скажите, пожалуйста, вот о грузинах, которые воюют на Украине. Раз год им ქართულ ჯარისკაცებზე, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მთავარი мотивация ამ ბრძოლაში? Какая для них главная мотивация для того, чтобы они воевали на Украине? Вы знаете, все грузины, которых я встречал, вот и в зоне. ყველა ქართველი, ვისაც ბრძოლის ველზე შევხვედრი ვარ, მეუბნება რომ ჩვენ ვართ ძმები, რომ ისევე როგორც თავის დროზე უკრაინელებმა არ მიგვატოვეთ, ჩვენც ვერ მიგატოვებთო ამ ძიმე წუთებში საერთო მტრის წინააღმდეგ. Не помочь вам против нашего общего врага. Я знал на Майдане, когда еще были акции протеста Давида Кипиани. ჯერ კიდევ მაიდინის აქციების დროს გავიცანით დათო ყიფიანი, რომელიც ასევე დაიღუპა, რაც ძალიან განვიცადეთ. ბატალიონ აიდარში 5 ქართველი იყო, მათ შორის ალეკო, რომელიც დღეს ჩამოასვენეთ. საქართველოს იცის რაც ნიშნავს რუსეთის აგრესია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამომდინარე. როგორ შეუძლია რუსეთს სხვისი ხელით დაიპყროს შენი ტერიტორიები. ძიმე წუთებში ქართველები მოვიდნენ დასახმარებლად და დაგვიდნენ გვერდში, ისე როგორც 90-იან წლებში უკრაინელები დაუდგნენ ქართველებს. Они пришли на помощь Украине, как в свое время в 90-х годах украинцы пришли на помощь Грузии. სულ რამდენიმე წუთში გაემგზავრებიან უკრაინელი სტუმრები. Მიაქვს чичилакები. А это для кого? Это для кого чичилаки? Куда везете? В Украине есть, у нас делают из соломы, называется. უკრაინაში თივისგან აკეთებენ, ძედუხები ჰქვია. თქვენთან როგორც ვიცი, მეგრული ჩიჩილაკია, ბავშვებისთვის чамაქვს. Это в первую очередь детям, да. Гурийский, все. Я думаю, აგურულებისაა, მაპატიეთ, გურული ჩიჩილაკი ბავშვებისთვის საახალწლოდ ჩაგვაქვს. მამამ რაღაც ხომ უნდა ჩაიტანოს. праздник. Родители, папа должен что-то привезти. С наступающим вас!